არის თუ არა ოქროს და ვერცხლის ყიდვის დრო. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ოქროზე და ვერცხლზე, იმიტომ რომ მათ გააკეთეს ძალიან კარგი კორექციები და ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ თუ როდისმე გინდა ოქროში და ვერცხლში ინვესტიცია, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ გააკეთო ინვესტიცია. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ აი ოქროს კორექცია გააკეთა და აი ვერცხლმა კორექცია გააკეთა, აი აღარ წავა მაღლა და ასე შემდეგ. მეგობრებო, დავიმახსოვრთ. არ აქვს მნიშვნელობა შენ რა ასეც ყიდლობ. რა თქმა უნდა, ოქრო განსხვავდება იმისგან, რომ ის არ არის მარტო ინვესტიცია, ეს არის ასევე store of value, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ის, რომ რა ასეთიც არ უნდა იყოს. იქნება ეს ბიტკოინი, იქნება ეს ოქრო, იქნება ეს ვერცხლი, იქნება ეს უძრავი ქონება, იქნება ეს ნავთობი. არ აქვს მნიშვნელობა რა ასეთს იყიდი, როცა რაღაც არის all time high-ზე, უბრალოდ არ ყიდულობ. ეს არის ერთადერთი ესე ვთქვათ golden წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო. რაც იმყოფება all time high-ზე, უბრალოდ არ ყიდულობ. თუ იმ შემთხვევაში თუ შენ არ აკეთებ ეს ვთქვათ დეციას, როცა შენ მაგალითად დეციას აკეთებ, მაგალითად ვედეციას საფულეშიც, მე ყოველთვის ვყიდულობ ვერცხლს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფაზის იქნება, ეგ არ მაინტერესებს იქნება all time high-ზე, თუ all time low-ზე, მე გავაკეთებ მაშინ ინვესტიციას, იმიტომ რომ მე მისი მჯერა long term-ზე და ეს არის ჩემი long term ინვესტიცია და თუ შენ გჯერა რაღაც long term-ზე, მაგ შემთხვევაში ფასს საერთოდ არ უნდა უყურებ და იმიტომ რომ დღევანდელი და ხვალინდელი ფასი გინდა Bitcoin-ზე, გინდა Ethereum-ზე, გინდა ოქროზე, ვერცხლზე ან Nvidia-ზე ან ესე ვთქვათ Tesla-ზე არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ უყურებ 5 წელს შეაიქნება, 10 წელს შეაიქნება, 15 წელს შეაიქნება, არა თუ ხვალდაზე რა მოხდება. ხო, ანუ ეს თავიდან შენ უნდა გაიაზრო თავში და შენ უნდა ჩამოყალიბდე თუ რისთვის აკეთებ ამ ასეთში ინვესტიციას, იმიტომ რომ მოკლ ტერმზე, short term-ზე გააკეთო სპეკულაცია და დააფიქსრო მოგება, თუ არის ეს long term-ზე. მე მაგალითად ვერცხლი მაქვს long term-ზე, ის all time high-ზე არის, all time high-ზე მე ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, მოგებებს ვაფიქსირებ ხოლმე, ან all time high-ზეც რომ არ იყოს და ჩემი ინვესტიციამ გააკეთოს რაღაც მოგება. მაგალითად თუ შევხედავთ ვედეციას საფულეს, როცა Bitcoin და Ethereum-ს ვყიდულობ დაბლა, ეგრევე ვდებ ორდერებს მაღლა. იმიტომ რომ მე არ ვყიდულობ Bitcoin-ს და Ethereum-ს, ესე ვთქვათ, მილიონი წლით რომ მქონდეს ან შვილიშვილებს სატოშით რო უყიდო, ესე ვთქვათ, გარკვეული პროდუქტი გინ ნაყინი იყოს და გინ სხვა რამე. პლუს ამას მე მიმაჩნია, რომ Bitcoin-მა და Ethereum-მა დააფიქსირეს ძალიან კარგი მოგებები უკვე და ეხლა არის მოგებების დაფიქსირების მოგება. მაგრამ ეს სხვა ვიდეოსთვის შემოვინახოთ, მაგრამ თუ შევხედავთ ოქროს და ვერცხლს, ანუ ვერცხლის მე მჯერა რომ მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მგონია რომ ის გააკეთებს ძალიან დიდ ზრდებს კიდე და მე მას არ ვყიდულობ 1 თვით, 2 თვით, 3 თვითთან 1 წლით. მე მას ვყიდულობ, რასაც ქვია long term-ზე. რა თქმა უნდა, მან თუ გააკეთა 2x და 3x, სულელი უნდა ვიყო მოგება რომ არ დავაფიქსირო, რომ ვიცოდე რომ მას შეუძლია 100x გააკეთოს, იმიტომ რომ თუ მგონია რომ ის 100x გააკეთებს, სიტყვაზე ვამბობ, ეს არის ჩემი ვარაუდი, ხო და ეს ვარაუდი არის რა თქმა უნდა რაღაცაზე დაყრდნობილი, მაგრამ ეგ არ ვიცი, ხო, ეს არის უბრალოდ ჩემი ვარაუდი, მაგრამ მე ჩემს საფულეში რომ ხედავ რომ ჩემი ინვესტიცია გავორმაგდა, გასამაგდა, ეგ არის რასაც მე ვხედავ და ეგ არის რაზეც მაქვს მე კონტროლი მაგ მომენტში. მე არ მაქვს კონტროლი ხო რა მოხდება, მე არ მაქვს კონტროლი ზეგ რა მოხდება და ასე შემდეგ. არ ვიცი ფასი მაღლა წავთ, ქვემო წამოვა, ხო, შეიძლება რაღაც ვარაუდები გქონდეს, მაგრამ ამ ვარაუდებით შენ ვერანაირ ფულს ვერ გააკეთებ. როცა შენ ხედავ რომ ხარ მოგებაში, უბრალოდ აფიქსირებ მოგებას. ეს არის ინვესტიციაში, რაც უნდა დავიმახსოვროთ, მეგობრებო, ხშირად altcoin-ებსაც რომ შევეხოთ, ახლა უცებ ვიღაცა altcoin-ს რო ყიდულობს და 1x, 2x დააფიქსირა, თუნდაც 40-50% დააფიქსირა, რატომ არ აფიქსირებ მოგებას? რატო ელოდები რომ 100x გააკეთოს, 200x და 300x? ანუ ეს ამას გააკეთებს თუ არა შენ არ იცი. და სანამ მართლა მაგას გააკეთებს, შენამდე უკვე ძალიან ბევრი დააფიქსირებს მოგებას და შენ დარჩები ისევ მოგების გარეშე, ხომ? ამიტომ აუცილებელი არის მეგობრებო, რომ ეს დავიმახსოვროთ. არაფერს არ ყიდულობ მაღლა all time high-ზე, არაფერს არ ყიდულობ და არაფერს არ ყიდი დაბლა, როცა ხდება დიდი კორექციები და აკეთებ ზუსტად საპირისპიროს. ეხლა შენ თუ ესე ვთქვათ ვერცხლს და ოქროს ყიდულობ იმ მიზნით, რა მიზნითაც მაგალითად მე ვაგროვებ, მაგ შემთხვევაში არანაირი ესე ვთქვათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს და ხვალ ამ და ამ კონკრეტული ასეთის ფასი რა იქნება. მაგრამ გადავხედოთ ეხლა ოქროს და ვერცხლის ფასი, მეგობრებო, ჩემი აზრით საუკეთესო მომენტები არის ეხლა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ოქროში და ვერცხლში ინვესტიცია. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ცოტა დაგვიანებული ვართ, იმიტომ რომ კორექციიდან უკვე გქონდა ესე ვთქვათ იმპულსი და ბაუნსი უკან, მაგრამ გადავხედოთ ეხლა ჩარტებს და ვნახოთ თუ რა შეიძლება ველოდოთ ჩვენ
ოქრო და ვერცხლისგან პირველ რიგში გადავიდეთ ვერცხლზე. ვერცხლზე ვიცით რომ all time high უკვე გააკეთა მეგობრებო, ну რაც არის რა თქმა უნდა იდეალური. რამდენი წელი არისო ამ ნიშნულზე, ანუ რო გადავიანგარიშოთ 1080 წელს იყო ბოლოს ამ ნიშნულზე და შემდეგ იყო 2011 წელს. ანუ 2011-დან ეხლა 2025-მდე არის 14 წელი და 80-დან რო გადმოვიანგარიშოთ 2025 წელი 45 წელი. წარმოიდგინე რომ 45 წელი ის არ ყოფილა ამ ნიშნულზე და ისიც უნდა დავიმახსოვროთ მეგობრებო, გადმოვიდეთ ეხლა ისევ უკან. ის უნდა დავიმახსოვროთ რომ ვერცხლს დღესდღეობით უფრო მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე მას მაგალითად ქონდა 1980 წელს. ეს ერთს რომ ერთი მივუმატოთ 2-8 ზუსტად იგივე რაღაც არის დღესდღეობით. ყველაფერში გვიდევს ჩიპი, ყველაფერში ვიყენებთ ვერცხლს, რაც არ უნდა შექმნას, ესე ვთქვათ, ტექნიკა მე აი გაშენგა. ყველგან გვჭირდება ჩიპი, ყველგან გვჭირდება ვერცხლი და ვერცხლი არის ესეთი მიუწვდომელი როგორც ოქრო. მისი მარაგები ესე ვთქვათ იცლება და მისი ფასი არის манипуლირებული ETF-ებით. ამიტომ ის რაც 45 წლის წინ იყო ფასი, ანუ რა თქმა უნდა არის საინტერესო რომ ვიცოდეთ რომ ვინც 45 წლის წინ ინვესტიცია გააკეთა, რა თქმა უნდა ის დღეს 45 წლის მერე ისევ ბრიკ-ივენში იქნება, მაგრამ ის უნდა დავიმახსოვროთ რომ აი ყოველთვის ამობხოლმე და მოდი კიდევ ერთხელ გადავიდეთ, ყოველთვის ამობ და აი კიდევ ერთხელ მეგობრებო, როცა შენ რაღაცა გარკვეულ ასეც ყიდულობ, შენ არ ყიდულობ ერთ ჯერზე. წარმოიდგინე არ გაგიმართლა და აქ იყიდე. 45 წელი უნდა დაელოდო რომ აქამდე მოხვიდე, ხო, მაგრამ თქვათ რომ აქ 10000 გქონდა, ну არც ფასი საწავა, ყიდულობ აქ, აი როგორც ვამბობ რომ მაღლა არაფერს არ ყიდულობ მეთქი, მაგრამ თქვათ რომ მაინც იყიდე. ну 10000 დაყე მაგალითად 10 ნაწილად და 1000 ყიდულობ ყოველთვე. 1000 აქ იყიდიდი, 1000 აქ იყიდიდი, 1000 აქ იყიდიდი, აქ და შემდეგ ეს თქვა დეციას საშუალებით კიდევ ყოველთვე, ყოველ კვარტალად თუ დაამატებ, ანუ ყველგან იყიდიდი აქ all time low-ზეც იყიდიდი, ну all time low არ არის აქ, მაგრამ ლოკალურ all time low-ზეც იყიდიდი, all time high-ზეც იყიდიდი, ძვირადაც იყიდიდი, აფადაც იყიდიდი და შემდეგ საბოლოოდ დღესდღეობით შენი საშუალო ფასი ყიდვის შეიძლება ყოფილიყო $10 ერთ აუნზზე. წარმოიდგინე რა კარგი არის, როცა შენ $10-ზე ყიდულობ რაღაცას და დღესდღეობით უკვე არის თითქმის 5x გაკეთებული, ხო? ამიტომ არის აუცილებელი რომ შე რაღაცაში ინვესტიციას რომ აკეთებ, თუ ეხლაც ძალიან ბევრი პოსტები ხდება ხოლმე რომ აი მე $10,000 მაქვს და რა ვიყიდო? არაფერი არ უნდა იყიდო. ჯერ უნდა იყიდო ესე ვთქვათ ცნობადობა, გონიერება, ჯერ უნდა იყიდო ესე ვთქვათ შენ თავში უნდა გააკეთო ინვესტიცია, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ შენ თავში არ გააკეთე ინვესტიცია და არ იცი რას აკეთებ, ეს ფული ჩათვალე რომ დაკარგულია, რა თქმა უნდა, როცა შენ იწყებ გინ ტრეიდინგს, გინ ინვესტიციას, დიდი ალბათობით, ну ტრეიდინგში შემიძლია თავი დავდო რომ აუცილებლად დაკარგავ იმ ფულს რითაც იწყებ, იმიტომ რომ ის არის სწავლის ფული, მაგრამ ინვესტიცია შეიძლება ის უფრო გაგრძელდეს, მაგრამ ალბათობა არის ძალიან დიდი და ეს ვთქვათ შენი პირველი ინვესტიცია არის განცირული იმ შემთხვევაში თუ შენ არ იცი რას აკეთებ. ამიტომ ამასაც დავუკვირდეთ ხოლმე მეგობრებო, თუ შენ გზადაგზა ყიდულობ რაღაც ასეც, რომელიც რა თქმა უნდა იცი რომ აქვს პოტენციალი აუცილებლად გახვალ მოგებაში. ну ეხლა რაც შეეხება ვერცხლს მეგობრებო, მან ეხლა გააკეთა მხოლოდ all time high და ჩემი აზრით ეხლა უნდა დაიწყოს ყველაფერი, რაც უნდა დაიწყოს. ამას რო შევხედოთ ტექნიკურად. ეხლა მოდი როგორც ყოველთვის განვიხილოთ ყველაზე ცუდი სცენარი, ყველაზე კარგი სცენარი. განვიხილოთ ყველა სტუდი სცენარი, რაც რა თქმა უნდა მაინც პოზიტიური იქნება. ეს არის რიტესტი $37-ზე და ანუ აქედან შეიძლება კიდე ლიკვიდობა ავიღოთ. ეს არის $32. ну ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში და ვიკლიზე თუ უყურებთ, იმიტომ რომ აქ ლოკალურად ვიკლიზე არ აქვს ჩვენ არანაირი ესე ვთქვათ ინფორმაცია. თუ გადავთ ახლა რა თქმა უნდა დეილიზე, დეილი სულ სხვანაირად გამოიყურება და დეილიზე გავაკეთეთ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტესტი, რაც კი შეგვიძლია გაგვიკეთებინა და ის იყო ეს ადგილი. შეიძლება ტესტი გააკეთებულიყო აქედან. აქამდე ხედავთ რომ მან ყველაზე დაბალი ესე ვთქვათ ნიშნული აირჩა და ლიკვიდობაც აიღო. ну აქ ჩამოვიდა და ეს ჩემი აზრით იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ შესულიყავ შენ ვერცხლში, დაგემატებინა შენ ინვესტიცია, თუ ფული გქონდა გვერდზე გადადებული, რომ დაგემატებინა ესე ვთქვათ შენ საფულეში დაგემატებინა ვერცხლი, იმიტომ რომ ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტესტი. ну ეხლა რომ შევხედოთ ლოკალურად მეგობრებო, ლოკალურად აი რასაც ვერ ვიტყვი მაგალითად ბიტკოინზე და ეთერიუმზე, ბიტკოინ და ეთერიუმის ვიდეოებიც არის უკვე დადებული, სადაც ვამბობ რომ ისინი არ გამოიყურებიან პოზიტიურად, ვერ ვიტყვი ოქროზე და ვერცხლზე. ოქრო და ვერცხლი გამოიყურება ძალიან პოზიტიურად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ბაზარი დაეცა თუ არა,
ჩვენ დავინახეთ რომ აქაც იყვნენ მყიდველები, გავარღვიეთ ბოლო დროპ-ოფი, ეხლა გავარღვიეთ ეს დროპ-ოფიც და ანუ თითქმის მზად არის ბაზარი რომ წავიდეს შემდეგ ჰაიზე, მაგრამ ეს 4 საათიანზე. მთავარი არის ეხლა რომ დეილიზე ჩვენ გავარღვიოთ აი ეს ლეველი, იმიტომ რომ ამ ლეველმა ჩვენ წაგვიყვანა ლოკალურ ლოუზე, აი ეს ლეველი, ამ ლეველმა წაგვიყვანა ლოკალურ ლოუზე. ეხლა რა თქმა უნდა ვარეჯექტებთ, მაგრამ 4 საათიანზე რო გადავხედოთ, 4 საათიანზე უკვე ჩვენ გვაქვს ეს ლეველი გარღვეული, დადასტურებული, შემდეგ გავარღვიეთ ეს ლეველს და ანუ ეხლა არ არის გამორიცხული რომ ეს უბრალოდ გავარღვიოთ და გავაგზავნოთ მაღლა სვლა. სად შეიძლება შემდეგი რეზისტენცი დაგხვდეს, შემდეგი რეზისტენცი შეიძლება დაგხვდეს აი აქ, იმიტომ რომ აი ეს ვიკები და ეს ლიკვიდობა ძალიან მოწონს, აქ შეიძლება გქონდეს ინტერაქცია და ამასაც თუ გავარღვიოთ, ჩემი აზრით აღარ იქნება უბრალოდ all-time high, მაგრამ შეიძლება ძალიან ადვილად ნახოთ 5-10-15% იზრდა სულ რაღაც რამოდენიმე დღეში, მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი არის რომ ეს გავარღვიოთ ჩვენ დეილიზე, იმიტომ რომ დეილიზე ვხედავთ რომ აქ გვაქვს ეს ლეველი, რომელსაც წაგვიყვანა ლოკალურ ლოუზე და ეხლა ადვილად რომ გახსნათ მეგობრებო, ნახეთ რა ხდება. ესე, ანუ ეს არის დაღმავალი ტრენდი, ხო? ნახეთ. ესე გვართ დაღმავალ ტრენდზე. თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს ბოლო დროპ-ოფი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტრენდს ვცვლით და შეგვიძლია წავიდეთ მაღლა. და ზუსტად აი ეს ბოლო დროპ-ოფი არის აი ეს ჩვენი დროპ-ოფი, რომელსაც ახლა დავუახლოვდით და თუ იმ შემთხვევაში თუ ეს ჩვენ გავარღვიეთ, რა თქმა უნდა შესაძლებლობა არის, რომ გავტესტოთ ეს მაღალი დროპ-ოფი, ეს დეილიზესაც ჩანს, აუცილებლად გვექნება ჩემი აზრით აქ ინტერაქცია და ამას რო გავარღვიოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ გვექნება ძალიან დიდი ზრდა. და ეს დროპ-ოფი არის მეგობრებო, აი ეს დროპ-ოფი. ზუსტად დაგიხაზეთ ერთ-ერთში, იმიტომ რომ აქ რომ მიდიხარ, ანუ აქედანაც რა თქმა უნდა გექნება რაღაც ინტერაქცია, შემდეგ შეიძლება წამოხვიდე უკან და აქ იყოს კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო შესვლის ადგილი იმისთვის, რომ გავარღვიოთ მე ეს ლეველი და წავიდეთ მაღლა. ამიტომ ჩემი აზრით დღესდღეობით ვერცხლის შეძენის ფასი, ანუ ეხლა რა თქმა უნდა არასდროს არ უნდა იცადო, რომ კორექციაზე ყველაზე დაბალ ფასად იყიდო და აი აქ გეყიდა, არა, რა თქმა უნდა ეგეთ რაღაცას არ უნდა შეცადო, იმიტომ რომ მე გარავის არ შეუძლია, იმიტომ რომ არავინ არ ის ფასი სად გაჩერდება. მაგრამ ეს ზონა იყო საუკეთესო იმისთვის, რომ შესულიყავი ფასში და აი მაღლა რომ გავზომოთ all-time high-დან პლუს მინუს, ანუ აქ 16%, მაგრამ საშუალოდ 14-15%-იან კორექციაზე იყიდიდან 54-ის მაგივრად იყიდი 40 აქ ვთქვათ, 47-48 დოლარად იყიდი ვერცხლის 1 აუნს. მოკლედ, ყველაზე კარგი ყიდვის ადგილი იყო აქ, რა თქმა უნდა, ეხლა თუ გინდა ინვესტიცია, თუ დეციას აკეთებ და long term-ზე ინახავ, რა თქმა უნდა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შემდეგი კიდევ კარგი შანსი იქნება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვევთ ამას, კიდევ იქნება ანუ მე აქ რა თქმა უნდა ტრეიდებს აუცილებლად მოვძებნი, იმიტომ რომ ოქროზე და ვერცხლს ვაჭრობ, შემდეგ იქნება აქ ჩვენი რეზისტენცი და ესეც თუ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით ძალიან დიდი ზრდა გვექნება. ნუ იმ შემთხვევაში თუ ვერ გავარღვევთ ეს და დავარეჯექტეთ, რა თქმა უნდა, შემდეგ გვექნება, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელი არის რომ ეს გაიტესტოს და აქედან ავიღოთ ლიკვიდობები, მაგრამ აქ და აქ თუ ვეღარ შევინარჩუნეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ იმ ლეველებს გავტესტავ, რაზეც წეღან ვისაუბრეთ და ეს არის ვიკლიზე აი ეს ლეველი, ანუ ეს იქნება 27-38 დოლარიანი ნიშნული 1 აუნსაზე და მე აქ ჩემს საკუთარ პორტფოლიოში რა თქმა უნდა დამატებით კიდე დავამატებ ვერცხლს, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემი აზრით კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი და საუკეთესო ინვესტიცია, იმიტომ რომ ჩემი აზრით ვერცხლზე ჯერ კიდევ უნდა დაიწყოს ის, რაც არ დაწყებულა, ასევე არ დაგოუწყდეს მეგობრებო. კიდევ ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით. ამერიკამ ვერცხლი შეიყვანა ყველაზე კრიტიკულ და დეფიციტურ ლითონების სიაში ამერიკაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ვერცხლი არის რა თქმა უნდა დეფიციტური, ამერიკას სჭირდება, ეს არის აუცილებელი რამ, რაც გჭირდება ინდუსტრიაში და ესე ვთქვათ, ის მზად არის რომ გადაიხადოს აკვარის ფასი იმისთვის, რომ ის მოძებნოს, მოიპოვოს და ასე შემდეგ. ასე უყურე რამოდენიმე რეპორტაჟს, სადაც ამერიკაში დაიწყეს უკვე ესე ვთქვათ გათხრები და ესეთი ლითონების მოძიება, მათ შორის არის რა თქმა უნდა ვერცხლი, მათ უნდათ რომ რაც შეიძლება მეტი ვერცხლი იპოვონ, იმიტომ რომ ის ხდება ინდუსტრიაში ყოველდღიურად აუცილებელი და აუცილებელი. ამიტომ მე ამას ვუყურებ, ესე ვთქვათ, ეს ვუყურებ long term-ზე საინვესტიციო და ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, მაგრამ აქვე ესე ვთქვათ ეს მოკლე update-ი ვერცხლზე გადავედით ახლა მეგობრებო. ოქროზე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, რა თქმა უნდა, ოქროზეც ანუ ზუსტად იგივე რაღაცის ყიდვაც გვინდა არ ყიდულობ all time high-ზე, რა თქმა უნდა, ახლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება ეს all time high-ზეა, ხო აი აქ.
altcoin-ებზე მქონდა ხოლმე ესეთი მაგალითი ყოველთვის ხშირად მოყვანილი. ანუ ჩვენ ვიცით რომ ეს არის all-time high-ზე, ხომ? და მეკითხებოდნენ ხოლმე რომ შეიძლება თუ არა ამის ყიდვა all-time high-ზე, აი ვთქვათ რომ ეს არის რაღაც altcoin, ხო, რომელიც გონია რომ 10x და 15x გააკეთებს. გინდა altcoin-ი, გინდა ოქრო, გინდა, ნუ ეხლა რა თქმა უნდა altcoin და ოქრო შედარება ცოტა ისეთი რამეა, მაგრამ ტექნიკურად რო შევხედოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რას ყიდულობ, all-time high-ზე უბრალოდ არ ყიდულობ. და შეიძლება თუ რა ის altcoin-ი, ის ოქრო, ის bitcoin-ი კიდე ამ all-time high-დან გააკეთოს 20-30%. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ეგ შენ არ იცი. მას შეიძლება ასევე გააკეთოს 40, 50, 60-70%-იანი კორექცია, ხომ? ეს ჩვენ არ ვიცით. ერთადერთი რაც იცი შენ არის ის, რომ ის არის ძვირი. როცა რაღაც არის ძვირი არ ყიდულობ და როგორ შეგიძლია გაიგო ის არის ძვირი თუ არა, როცა შენ ხედავ რომ მან გააკეთა, ნუ ეს ვთქვათ რომ all-time high არც იყოს, ვთქვათ რომ მან გააკეთა ბოლო თვეში ნუ ეხლა 9% 10% ოქროზე კი ბევრია, მაგრამ სხვა ასეტებზე, bitcoin-ზე, კრიპტოზე შეიძლება არ იყოს ბევრი, მაგრამ კრიპტოზე და bitcoin-ზე რომ ავიღოთ მაგალითად, რო დაინახე რომ კრიპტოში გააკეთა 70, 80, 90%, რა თქმა უნდა ის უკვე არის ძვირი. იმიტომ რომ მანდ უკვე მოგებებს აფიქსირებენ ინვესტორები, ვინც უფრო ქვემოთ იყიდეს, ამიტომ შენ აუცილებლად უნდა დაელოდო კორექციას. რა თქმა უნდა შეიძლება იმ 80-90%-ის დის მერე მან კიდე 100-200% გააკეთოს, მაგრამ ეგ შენ არ იცი და თუ შენ უბრალოდ გემბლინგის თემაში უბრალოდ იყიდე რომ აი კიდე გააკეთებს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი გემბლინგი და შეიძლება 1, 2, 3-ჯერ გაგიმართლოს, მაგრამ ის რამდენჯერაც გაგიმართლა, იმენჯერ არ გაგიმართლებს, იმპულს აუცილებლად დაკარგავ რაც გააკეთე და ვერც ისწავლი თუ როგორ უნდა გააკეთო ფული. ახლა რაც შეეხება ოქროს, მეგობრებო, ოქროში გქონდა, ნახეთ ახლა რა ხდება. აქ გქონდა ეს ჩვენ ბოლო წერტილი, რომელმაც წაგვიყვანა all-time high-ზე, შემდეგ დავკარგეთ ეს all-time high. ეს წერტილი, რომელმაც წაგვიყვანა all-time high-ზე. ახლა რა არის ლოგიკური მოვლენა, წესით რაღაცას ვშვებით. ეს არის ერთ-ერთი სიგნალი იმის, რომ შეიძლება ოქრო წავიდეს კორექციას. ანუ შეიძლება აქ მოხდეს ორი რაღაცა. ეს არის ბოლო დროპ-ოფი, რომელმაც დაგვაკარგინა ჩვენ ეს წერტილი. ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს და რას ველოდები მე, შეიძლება გავტესტოთ ეს და ბაზარმა გააგრძელოს ქვემოცვლა. იმ შემთხვევაში, რომ პოზიტივი შენარჩუნეს, ესე ვთქვათ, ბაზარზე და ვივარაუდოთ ის, რომ ოქროს ბაზარი გააგრძელოს მაღლასვლას, მაშინ აუცილებელი არის, რომ 4120 პლუს-მინუს $5 გავარღვიოთ დღიურ სამთლებზე და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაზარი გააგრძელოს მაღლასვლას და ეს იყო უბრალოდ პატარა კორექცია. აქაც შეგვიძლია 4 საათიანი შეგვიძლია დავაკონფირმოთ ეს ლეველი. თუ გავარღვიოთ მოკლედ ეს ლეველი, ჩემი აზრით ვნახავთ ახალ all-time high-ს და ვერ გავაბედავ და ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება 20-30-50%-იანი დაგავაკეთოს, იმიტომ რომ ეს არავინ არ იცის, მიდუმეტეს ისეთ პერიოდში და ისეთ სიტუაციაში, როგორშიც მაგალითად ვართ ახლა, სადაც არის ომები, სადაც არის კრიზისები, სადაც არის პრობლემები, ყოველდღე ახალი რაღაცა ხდება, ყოველდღე ახალ რაღაც კანონს იგონებენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ლოკალურად ახლა იდეალური ადგილი არის აქაც, რომ ეს ვთქვათ ტრეიდები ვეძებოთ. ამ ლეველს უყურებ ახლა მე ლოკალურად, რა თქმა უნდა, აქ შეიძლებოდა შესვლა. აქ ჩვენს გვინდა შესვლა სხვათა შორის ლონგზე, მაგრამ რახან ვიკენდი იყო, აღარ შევედით. ამიტომ ველოდებით რომ ახლა ეს გაარღვიოს და აქ ავიღებთ ჩვენ ლონგს და სხვათა შორის ვერცხლზეც იყო კარგი შესვლის წერტილები, ნუ რა თქმა უნდა, ჯერ ეს დროპ-ოფი გავარღვიეთ და აქ ფასი აღარ ჩამოსულა, იმიტომ რომ აქ ვიყენა ორდერი. აი ამის კონფირმაციაზე ყოველთვის ამოფხოლმე რომ ესეთი რაღაცა ხდება რეკონსტრუქცია მithmetes bitcoin-ზე და ethereum-ზე. ეს ყოველთვის იტესტება ხოლმე, ნუ აქ რა თქმა უნდა არ გაიტესტა, იმიტომ რომ აგრესიულად წავიდა ბაზარი მაღლა, ეგ კიდევ იმის მადასტურებელი არის, რომ ძალიან ბევრი მყიდველები არის, იმიტომ რომ შენ როცა აკეთებ აღმავალ ტრენდს, ნახეთ, კორექციაზე შეგიძლია ლონგში შეხვიდე აი ამ ადგილზე. აგრესიული, ნუ გააჩნია როგორი კონსტრუქცია არის და ეს არის ყველაზე დეფენსიური, ხო? ანუ შეგიძლია ყველაზე დეფენსიურში, ცოტა დეფენსიურში, ესე ვთქვათ, საშუალო ფასში შეხვიდე, მაგრამ როცა ყველაზე აგრესიული იტესტება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში აგრესიულიც არ იტესტება ხოლმე მთლიანად ეგრევე მიდის მაღლა, რასაც აქ ხედავთ, მაგალითად რომ გავარღვიეთ ეს ადგილი არც გატესტილა, ეგრევე ეს გაიტესტა და წავიდა მაღლა, ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პოზიტივი და ესე ვთქვათ, ხალხს აქვთ FOMO. რა თქმა უნდა, როცა FOMO არის, შენ მაშინ უნდა გააკეთო ინვესტიციები და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ისიც უნდა მიხვდეთ, თუ რატომ არის FOMO. FOMO არ არის, იმიტომ რომ ის აფიქსირებს უბრალოდ higher-ზე 100 და 200%-ს, არა, FOMO არის, იმიტომ რომ ყველა ხდება, თუ რა ხდება ვერცხლის ბაზარზე. ახლა რომ გადახვიდეთ სხვათა შორის, ახლა შორტების ჩაწერას ვაპირებ. ახლა რომ გადავიდეთ მაგალითად, ანუ ის საიტები, რომლებიც განახეთ მე, რომ სადაც მე ვყიდულობ ფიზიკურად ვერცხლს.
ყველა ვერცხლის მონეტა არის გაყიდული ყველანაირი, ასე ვთქვათ, ხუმრობის გარეშე. მოდი გადავხედოთ, აგაც განახერთ, მაგრამ რა თქმა უნდა, რამოდენიმე შორტებსაც გავაკეთებ, უბრალოდ გადავიდეთ აქ. Howd Bank Antwerpen. ანუ აქედან მყიდულობ ხოლმე ყოველთვის ვერცხლის მონეტებს. ნახეთ მეგობრებო, ეს არის ვერცხლის მონეტები. ნიტოფორად. ანუ გაწეთლებულია და არ არის მარაგში. წარმოიდგინეთ, ანუ არაფერი არ არის მარაგში. ესეთ რაღაცას ხედავ პირველად და ეს არ მოხდა მხოლოდ დღეს და გუშინ მეგობრებო, ეს უკვე არის რამოდენიმე თვე ესე და წარმოიდგინეთ რომ ესეთი რაღაც არ მოხდება ბაზარზე და არ არის მარტო ამ საიტზე, სხვა საიტებზე რო გადავიდე, ფიზიკურად აღარ არის ვერცხლი, ანუ ვეღარ შეიძლება ვერცხლს, იმიტომ რომ ტაციაობა არის. გადავრეკე კიდევაც დავკითხე რომ როდის შემოვამეთქი და შეიძლება 2, 3 ან 4 თვე საერთოდ არ გქონდეს მარაგში, იმიტომ რომ რასაც ესე ვთქვათ, ვყიდულობთო, ყველაფერი უკვე დარეზერვებული არის. და მეც რო დავარეზერვო, 4-5 თვე უნდა დაველოდო, ხომ? ამიტომ სრული სიგიჟე არის ვერცხლზე, მეგობრებო. ვერცხლზე უკვე რამდენი ხანია ვსაუბრობ, მას შემდეგ ვერცხლმა 100%-ზე მეტი გააკეთა, ძალიან დიდი ზრდები გააკეთა. ველოდები თუ არა, უფრო მეტი გააკეთოს, რა თქმა უნდა, ველოდები. იმიტომ ნახეთ, ანუ ყველაფერი მე ნუ დამიჯერებთ, ჩარტებს ნუ დაუჯერებთ, ნუ რაფერს ნუ დაუჯერებთ ესეთ რაღაცებს, ანუ ფიზიკურად ვეღარ შეიძლება დარეკეთ, სადაც თუ ევროპაში ხართ, მაგალითად გადარეკეთ, სადაც გინდათ, ვერცხლს ვეღარ იშოვეთ, ძალიან ძნელად იშოვეთ, მოგიწევთ რიგში ჩადგომა, დალოდება რამოდენიმე თვე და მაშინაც შეიძლება ან გამოვიდეს, ან არ გამოვიდეს. ამიტომ მე მოველი რომ მოხდეს ვერსია კიდევ ძალიან ბევრი და სხვათა შორის მეგობრებო, მე როგორც ვყიდულობ VDC საფულეში, ასე ვთქვათ, ონლაინში რო ვყიდულობ, რო ვუკვეთავ, შემდეგ რო ასხავენ და მიაქვთ და ინახავენ შვეიცარიაში 5 დღის მაგივრად უნდა ველოდო 4 კვირა. და ხშირ შემთხვევაში 6 კვირაც. იმიტომ რომ იმეილი მოგვივიდა გაგვაფრთხილეს, რომ თქვენ რა ვერც საწყიდულობთ, ანუ მე რა ვერც საწყიდულობ. რა თქმა უნდა, ჩემი ორდერი გადადის მერე იქ, სადაც ვერცხლს ადნობენ, ანუ ჩემს სახელს აწერენ, ანუ ჩემ კოდს და ის კიდე ბევრი არის მისი პატრონი, იმ დიდ იმებს აკეთებენ, ლოდებს 12 კილოანებს ან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც. გაჩნია რა ეს არის ვერცხლი არის თუ ოქრო. იმ მისი დადნობა და ესე ვთქვათ მიტანა ოფისში გრძელდებოდა 4-5 დღე და ახლა მომივიდა SMS-ი რომ შეიძლება იმეილი მომივიდა რომ შეიძლება 4 კვირიდან 6 კვირამდე გაგრძელდეს ან შეიძლება უფრო მეტიც. ანუ ბაზარზე არის ჩვეულებრივი ქაოსი, იმიტომ რომ ყველას უნდა ახლა რომ ვერცხლი ქონდეს. ამიტომ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა არის საუკეთესო ინვესტიცია დღესდღეობით. შეიძლება მე ყოველთვის ესე ვარ ხოლმე, ყოველთვის უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული საფულე, ყოველთვის აუცილებელი არის, იმიტომ რომ შენ ვერ დაიწყებ გემბლინგს, რომ აი ოქრო ახლა იწევს, ბიტკოინი ახლა იწევს, ის ახლა იწევს, ეს ახლა იწევს. ხო, ანუ ამას ვერ გააკეთებ. როცა იცი რომ ეხლა მაგალითად ეხლა კონკრეტულად ეხლა ამ მომენტს რომ შევხედოთ, ამ მომენტში შეგიძლია რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო, იმიტომ რომ იცი რომ ნუ ბიტკოინი all-time high-ზე იყო, ვერცხლიც all-time high-ზეა ეხლა დააშენ, მაგრამ შეგიძლია მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ნახე ბიტკოინი არის all-time high-ზე და ნუ არის ეხლა რამდენს დააფიქსირებს, მოგება ისე მაღალ წავიდეს, მაგრამ თან ეხლა ბიტკოინზე ესეთი მოთხოვნა არ არის, როგორც ვერცხლზე, ხო, იმიტომ რომ ვერცხლს იყენებ ინდუსტრიაში, ეხლა ბიტკოინი რომ გააქვს, უცბად რომ გაქრეს, ხო? არავის არაფერი არ დააკლდება, გარდა ფინანსების, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ინვესტიცია, ხო? მაგრამ ვერცხლი რომ გააქვს, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით ჩვენ კაცობრიობა, იმიტომ რომ ელექტრომანქანების წარმოება შეჩერდება, ჩიპების წარმოება შეჩერდება, ყველანაირი ელექტროენერგიის, ელექტრომოწყობილობების წარმოება შეჩერდება. წარმოიდგინეთ, შენ საერცხლის მანქანაში, შენ ტელეფონში, შენ წყლის მადუღარაში, ყველაფერში არის ჩიპი, ყველაფერში არის ვერცხლი. თუ ავიღებთ კიდევ ელექტრონულ მანქანაში 2.5-ჯერ უფრო მეტი ვერცხლი იყენება ვიდრე ჩვეულებრივ მანქანაში და ამ ვერცხლის უკან მობრუნება უფრო ძვირი ღირს და არა ეკოლოგიურია ვიდრე ახალი ვერცხლის ყიდვა. ამიტომ ისიც საინტერესო რომ გახდეს რომ ის გამოყენებული ვერცხლი უკან მოიგო და უკან გადაადნო ჩააბარო, ვერცხლის ფასი კიდე ანუ რამოდენიმე ექს უნდა გააკეთოს ვერცხლის ფასმაც, ხომ? ამიტომ ძალიან ეს თქვა დიდწდებს ველოდები ვერცხლზე. მეც მაინტერესებს სადამდე წავა. რა თქმა უნდა, მაქვს უკვე ჩემი გეგმა თუ როგორ დავაფიქსირებ მოგებებსაც, იმ მოგებებით ინვესტიციებს როგორ გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა არ ვფიქრობ რა თქმა უნდა მოგებების დაფიქსირებაზე, იმიტომ რომ
ჩემი აზრით მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მინდა რომ მაქსიმალური პროფიტი მივიღო აქედან მაქსიმალური სარგებელი. თან რომც ესე ვთქვათ მეც რომ ვწდებოდი, ანუ ყველა წდება ინვესტიციაში, მთავარია რომ შენ გქონდეს გეგმა და ის გეგმაც მაქვს განხილული რომ ვწდებოდი ვერცხლის შემთხვევაში და რო არ გააკეთოს ის ზრდა, რასაც ვწოლებდი და რო წავიდეს მე მაინც კორექციაზე, ხო? მაინც ჩემთვის არის სასურველი ასეთი, იმიტომ რომ ის მას ვერ გავაკრობთ ინდუსტრიიდან, ის აუცილებელია ინდუსტრიაში, ხო? მაგალითად რომ ავიღოთ ახლა ბიტკოინზე. ბიტკოინზე რო ვწდებოდე და ესე ვთქვათ ბაზარი წავიდეს მაღლა, ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ და წავიდეს კორექციაზე, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ოკეი, დიდი პრობლემა არის და შეიძლება ვთქვა რომ აი რატო არ დავაფიქსირე, მოგება უფრო მეტი უნდა გამიყიდა და დაშენ, იმიტომ რომ მე რო დავაზუსტოთ, არ ველი რომ ბიტკოინი გაქრება და რაღაცა, რა თქმა უნდა ბიტკოინს არ უყურებ ისე როგორც ბიტკოინ ფანატიკოსები უყურებენ, მაგრამ რო შევადაროთ ჩემი ინვესტიციაზე, ჩემი ხედვა ბიტკოინს და ვერცხლზე ძალიან განსხვავდება. ბიტკოინი სხვა რამისთვის მაქვს, ვერცხლი სხვა რამისთვის მაქვს. ამიტომ მეგობრებო, ახლა როგორ გითხრათ ვერცხლში გააკეთეთ ინვესტიციები მეთქი, იმიტომ რომ აქამდე რო გეონებოდით, არ ვიცი, ვინც მომისმინა, ვინც არ მომისმინა. არ მომისმინათ, ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქაც ხედავთ ჩვეულებრივად, რომ ვერცხლი არის ამოყიდული, სხვათა შორის ოქროზეც დიდი მოთხოვნა არის, ოქროზეც რამოდენიმე მონეტები არის, ესე ვთქვათ, აღარ არის მარაგში, ესენი მარაგებშია, ესენი შეუსიათ ამის მარაგები, ნახოთ ესენი. აქ ეს აღარ არის მარაგში, აქ 100 გრამიანი აღარ არის მარაგში, ოქროს მაინც იყიდი, ესენიც ნახეთ, ანუ დაბალი გრამების ოქროებიც აღარ არის უკვე მარაგში. აი ვხედავთ რომ მარაგიდან უკვე ქრება და ტაციაობა არის გინდ ოქროზე, გინდ ვერცხლზე. რა თქმა უნდა ოქროზე სხვათა შორის უფრო ისეთი ხალხი აკეთებს ინვესტიციას, ვინც ვერ ხვდება თუ რა არის ვერცხლი. იმიტომ რომ ვერცხლი ყველასთვის იაფია, ყველასთვის ის არის, ყველაფერს ესატვი არ უნდათ, მაგრამ რომ მიხვდები თუ რისთვის იყენება ვერცხლი, მაგ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი იცვლის ხოლმე თავის ხედვას. ამიტომ მეგობრებო, ეს არის ჩემი ხედვა ოქროზე და ვერცხლზე. არ უნდა ინერვიულოთ ჩემი აზრით, თუ ინვესტიცია გააკეთეთ all time high-ზე და ნერვიულობთ რომ აი კორექციაზე წავიდა, იმიტომ რომ მე ამას ვუყურებ long term-ზე. და დარწმუნებული ვარ, რომ long term-ზე აუცილებლად გააკეთებს ის მოგებას და დამიფიქსირებს ძალიან კარგ მოგებას. ამიტომ მე საერთოდ მე მაინც მოგებაში ვარ, როგორც არ უნდა დავარდეს ვერცხლი 100%-იანი გაუფასურება თუ გააკეთე, მაგ შემთხვევაში წაგებაში წავალ, მაგრამ იგი იქნება დროებითი ინვესტიციაზე. მაგრამ მაგ ვარდნაზეც რა თქმა უნდა გამოვიყენებ ჩემ შანსს და აუცილებლად დავამატებ კიდე დამატებით ვერცხლს. ამიტომ მეგობრებო, ეს არის ჩემი ხედვა, ჩემი აზრით არანაირი საბაბი არ აქვს იმის რომ ვინერვიულოთ. რას ფიქრობთ თქვენ, იყიდეთ თუ არა ვერცხლი? ძალიან მაინტერესებს რამდენი მაიყიდა ვერცხლი, ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, ვიცი რომ რამოდენიმე მიყიდა ETF-ებზე და ფურცლებზე. მე მაგას რა თქმა უნდა არ ვემხრობი, მაგრამ სულ არაფრის ქონას რა თქმა უნდა კარგი არის რომ ეგეც ქონდეს, მით უმეტეს გზა თუ დააფიქსირე მოგება. ნახე ETF, სხვათა შორის ამასაც რომ შევიყოთ. ETF-ები რომ მქონოდა, ანუ ფურცლაზე რომ მქონდა ვერცხლი შეძენილი, მაგ შემთხვევაში შეიძლება მე ვფიქრა გზა მოგებების დაფიქსირება, როგორც ვაკეთებ ბიტკოინზე და ეთერიუმზე, ხო? მაგრამ როცა შენ ფიზიკურად ყიდულობ და გინახავენ სეიფში, დაცულ სეიფში, მაგ შემთხვევაში უკვე სხვა რაღაც არის და მაგ შემთხვევაში არ ნერვიულობ, რომ შენ ვერცხლი დაგეკარგება, იმიტომ რომ მე ხლა რომ გამოვიდეს მართლა კარით, რომ აი ETF-ებზე უფრო მეტი ვერცხლი გაყიდული ვიდრე მარაგებში აქვთ ბანკებს, მაგ შემთხვევაში ყველა მოითხოვს, ვისაც შენ თუ ფურცელზე გიწერია რომ ფლოპ 2 კილო ვერცხლს და მოითხოვე 2 კილო ვერცხლს და ყველა მოითხოვა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ დიდი ნაწილი ვერ მიიღებს თავის ვერცხლს და ვერცხლის ფასი გიჟივით წავა წინ. ამიტომ მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს, იყიდეთ თუ არა თქვენ ვერცხლი, არ დაწეროთ რამდენი გაქვთ, იმიტომ რომ ეს არ არის აუცილებელი რომ ყველა მიცოდეს და აპირებთ თუ არა კიდე ვერცხლის ყიდვას. ასევე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა.